გამარჯობა, თქვენი გბილიანები ხართ რომ მოხდით კესოს არხზე და ლაიქით, გაიზიარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და კიდევ გადავიღებ ვიდეოებს. მე კიდევ მინდა რომ გადავიღო ვიდეო ტყლარწებზე, ეგრეთ წოდებულ სლაიმებზე. მე გაჩვენებთ პირველ ტყლარწს, რომელიც უკვე ნაყიდი მქონდა, მაგრამ კიდევ ვიყიდა. Galaxy Slime, რომელსაც ეძახიან Galaxy-ს ტყლარწს, რომელიც არის galaktikuri და შედგება სხვადასხვა ფერისგან, მაგრამ მე იმდენი ხანი მეკავა ეს ხელში, რომ გავიდა ფერი და თან მოვაძვრე. არც ყარს, არც ცუდი სუნი აქვს და ასე შემდეგ. აქვს კიდევ ეს ღირს ლარი და 50 თეთრი და აქვს კიდევ ძალიან კარგი თვისება, რომ მას აქვს ფორთოხლის ან მანდარინის ან კიდევ ვაშლის სუნი. ახლა კი მე გაჩვენებ Magic Clay-ს, რომელიც არის ძალზე კარგი ტყლარწი. Magic Clay. არ ჩანს მართალია კარგად. აქ წერია Magic Clay. თუ გინდათ სკრინით გადავუღეთ და აჩვენებ გამყიდველს და მოგცემენ. ეს ღირს ლარი. ერთ წამით ამოვიღოთ. აი. აჰა. აი. და ისევ რჩება. ანუ ეს არ არის კინეტიკური ქვიშა, არც არის სლაიმი, იგივე თხელი ტყლარწი, როგორც არის ეს. როგორც არის ეს. ეს არის სლაიმი და ტყლარწს ეხლავე გაჩვენებ, შემდეგში გაჩვენებთ რა არის ტყლარწი. მე პირველ ბლოგზე, პირველ ვიდეოში ვთქვი რა არის ტყლარწი, რა არის კინეტიკური ქვიშა და რა არის სლაიმი. სლაიმი არის ინგლისურად, მაგრამ ქვია ტყლარწს, მაგრამ ჩვენ ქართველები ვეძახით ტყლარწს, მაგრამ ეს არის სულ სხვანაირი ტყლარწი, არც ტყლარწი, არც თიხაა და ასე შემდეგ. ჩავდოთ. არის კიდევ სხვადასხვა ფერები. გაჩვენებთ შემდეგ ბლოგში იმასაც და მე ახლა გაჩვენებთ კივს. მქონდა ეს, მაგრამ დაპატარავდა და გაფუჭდა. მაგრამ ეს უკვე მაქვს 2 დღეა, მაგრამ არ გაფუჭებულა და ეს არის კივი. არის კიდევ ფორთოხლის, არის კიდევ საზამთროსი, არის მარწყვის და არის ლიმინის, მაგრამ მე ეს მომეწონა კივის და მოვიტან. აქვს ამას თავისი გარეკანი, რომელშიც ზის აი გარეკანი და ამოვიღოთ, აი ამას ქვია ნამდვილი ტყლარწი. აი გავაკეთოთ ახლა ამ ვიდეოში გავაკეთოთ მე და თქვენ მედიამ გავაკეთოთ ძალიან დიდი დისკუსია, რომელიც ჭატარდება ტყლარწსა და სლაიმს შორის. სლაიმი არის ინგლისურად ტყლარწი და ქართულად ეძახიან ტყლარწს, მაგრამ ტყლარწი და სლაიმი სულ განსხვავდება ერთმანეთისგან. აი სლაიმი რა არის? სლაიმი არის ეს. და ტყლარწი არის აი ეს. აი ეს არის. ეს. აი მე ძალიან კარგი. სუნი აქვს არაჩვეულებრივი. ჩავდოთ და კიდევ გაჩვენებთ, როგორც თქვენ მეორეჯერ გავხსნი კიდევ და გაჩვენებთ, რომ კარგად დაინახოთ და კარგად ნახოთ. ანუ რაც შეეხება ამას, მე ეს კურაკურაში არ მიყიდია. კურაკურა არის ჩემგან არც თუ ისე შორს, მაგრამ მე კურაკურაში ეს არ მიყიდია და ვიყიდე სხვაგან. აი ეს მაჩუქეს არის ერთი ჟელე არის არაჩვეულებრივი, კიდევ უნდა ვიყიდე ვარსკვლავის ჟელე. ჟელი არის არაჩვეულებრივი, აქეთ მხარეს სისფერი, აქეთ მხარეს ვარდისფერი. ეხლავე გავხსნი, ძალიან ძნელად იხსნება ეს. ამათაც არაჩვეულებრივი სუნი აქვთ. აი, ერთ-ერთი ჟელი ამოვიღოთ. ეხლა თქვენ ვერ აგარჩევინებთ, იმიტომ რომ ლაივში არ ვართ ჩართულები, მაგრამ აი რომელიმე მინდა რომ ამარჩევინოთ. ესა გადის, ესა ავე შენებს ასახლესა
შეიქშევა მელა აბადელი დე ლა. ესე იგი ეს უნდა ამოვიღოთ. ორივე შურევია ცოტა ჭყვიალები და არის პატარ-პატარები რაც შეიძლება, მაგრამ არ გაფუჭდება ისე ძალიან და ის მე მაჩვენს, მაგრამ ისე ვიცი რომ არ იღეს. აი დღეს მაჩუქეს, დღეს ვიყიდე ყველა თითქმის და აი ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ ბავშვებს რაც ეს ტყლარწი გამოვიდა ძალიან უხარიათ, რომ აი ტყლარს მყიდულობენ და რა ვიცი რა. ჩემ კლასელები მაგალითად ეგრე არიან. აი სხვების კი არ ვიცი, თითქმის მთელმა საქართველოს მიცის რომ ტყლარწი. მაგრამ ზოგი სლაიმს ეძახის და ვერ გავიგე სლაიმს რატო ეძახის. სლაიმი არის სხვა, ტყლარწი არის სხვა. სწორედ ვისან უბრალოდ ბავშვები ხა შევხედე. ეს უფრო გავს ისა ტყლარწს, იმიტომ რომ აი თვითონ ტყლარწი სიტყვა გეუბნება რომ რაღაცნაირი შეხება, რომ შეეხები რაღაცნაირი უნდა იყოს, მაგრამ ეს რომ შეეხები მართლა ლორწოსავით არის და უნდა ითქვას ლორწო, მაგრამ არის ვაიმე რა კაი სუნი აქ და არის ის უნდა იყოს ტყლარწი და ის უნდა იყოს სლაიმი. ამაზე წერია მაგალითად სლაიმ. რო აწერია მაგიტო კი არ გეუნებით ბავშვებო რომ გალაქსის სლაიმი ან სლაიმია ეს, იმიტომ რომ მართლა ეგრეა და რა ჩემბრელი. აი ძალიან მაგარია ეს გითხარით. აჰა, აი ესევე დარჩა, როგორც იმასკენ, აჰა გავწელავ კიდე. აჰა, ესევე დარჩა, აი. აჰა, ესევე დარჩა. არის კინეტიკური ქუჩა არ არის ესეთი. კინეტიკური ქუჩა არის სხვანაირი. ეხლა მე დაგემშვიდობებით, ნახვამდის.